ჩვენ რომ მოყვასნო სულ ბოლოსთვის შემოვინახეთ ამიტომე სამყაროს შემოქმედეს მხრიდან ჩვენთვის აღსაქმელი და შესაძლებელი წმინდა სამების იმ თვისების შესახებ ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლად აღწერის ნება, რასაც ღვთიური გამწყინებული ნათელი ეწოდება. ყოველდღიურ დილის ლოცვებიდან წმინდა ბასილი დიდის ერთ-ერთ ლოცვაში ვკითხულობთ. უფალო, ყოვლისა მყრობელო, მეუფეო, ზალთაო და ყოვლისა ხორციელისაო, რომელი მაღალთა შინაგ გვითხრხარ და ყოველსავე დაბალთა ხედავ, რომელი დაფარულთა გასტასა, მეცნიერ ხარ და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყი, და უსაბამოო და თვალთ უხილაო, ნათელო, თვალთ შეუდგამო, რომელი მიუაჩრდილებელი ნათელი ხარ. დიახ, ბოლო სტროფებს დაუკვირდეთ. ნათელო, თვალთ შეუდგამო, რომელი მიუაჩრდილებელი ნათელი ხარ. რას ნიშნავს? მიუაჩრდილებელი. უნდა მკაფიოდ აღინიშნოს, რომ ფიზიკის ენაზე სამყაროს უკიდურესად სივრცეებში ჩვენი ტელესკოპების მიერ დაფიქსირებული გამოსხივება ვარსკვლავური სინათლე იქნება ეს თუ სხვადასხვა ბუნებრივი ან ხელოვნური წყაროებიდან გენერირებული სინათლე, კოჰერენტული ლაზერების ჩათვლით, ვერცერთი ეს ფორმა მატერიისა უზრაობის მასის მქონე მატერიასთან ურთიერთქმედებისას ვერ აულის გვერდს ჭრდილს. გამოდის, რომ ნებისმიერი ქნება სხეულ თუფალთან უშუალო კონტაქტისას განიმსჯვალება. უფლის ნათელი გამსჯვალავს ყოველივეს ისე, რომ ობიექტი არ ზიანდება. პირიქით კი განიცდის უსაზღვრო ნეტარებას. მიუაჩრდილებელი ნათელი არის ღრმამარბელდებული თეოლოგიური ცნება, რომელიც აღნიშნავს ღვთის უქმელ პარადიულ ნათელს, არა ფიზიკურს, არამედ სულიერ რეალობას, რომელსაც ჭრდილი არ აქვს, ანუ არ არის დამოკიდებული მატერიაზე, სივრცეზე. ეს ნიშნავს, რომ ეს ნათელი არ ქრება, არ იცვლება და არ ექვემდებარება ღვთის მიერ შექმნილ ბუნებრივ კანონებს. არის ღვთის უქმელი ენერგია, არა თავად არსი, არამედ ღმერთის გამოვლენა. ეს ნათელი არის იგივე ნათელი, რაც იხილეს მოციქულებმა ფერის თვალებისას და ცნობილია როგორც თაბორის ნათელი. როცა გაცისკროლებული სინათლე შემკული ქრისტე გამოეცხადა მოციქულებს, ეს არ იყო ფიზიკური სინათლე, არამედ ეს იყო ღვთაებრივი უქმელი ნათელი, რომელიც არ მოდის გარედან, არამედ თავად ღმერთია მისი წყარო. წმინდანები აღწერენ ამ ნათელს როგორც ხილვას ღვთის ენერგიისა. მართლმადიდებელ ასკეტურ ტრადიციაში ეს არის არა წარმოსახვა, არამედ რეალური სულიერი გამოცდილება, რომელიც მოდის განცმედისა და ლოცვის შედეგად. წმინდა გრიგორი პალამა გვაძლევს ამ ცნების თეოლოგიურ განმარტებასაც და მისი სწავლებით ღმერთის არსი მიუწვდომელია, მაგრამ მისი ენერგიები ნათელი ხილვადია.